გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ იმ ამბებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ხდება. კოცებმა იგრძნეს, რომ ძალიან ცუდ ადგილას ჩაყვეს ცხვირი უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და როდესაც ძალა იგრძნეს, უკან დაიხიეს. ერთი ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დღეს გამოვიდა ასავალ-დასავალის ახალი ნომერი, ვინც გუშინ ადევნებდა თვალს ჩემს ტრანსლაციას Facebook, YouTube არხზე, ნახა ცოცხალი ეთერი მოისმინა, თუ არა და ჩანაწერი ჩემს Facebook გვერდზე დღეს დილით იხილა. ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო უშუალოდ ინტერვიუერი და ვინც აიღო ერთი ინტერვიუ ამ ადამიანთან, რომელიც ამტკიცებს, რომ კობახიძის ხელმოწერით არის დავით გარეჯი გადაცემული და დღეს გამოვიდა ახალი ნომერი, როდესაც იგივე პიროვნება არსად არ მიდის მისი სიტყვებიდან და ამბობს, რომ დიახ, მე უკან არ მემაქვს ჩემი სიტყვები, მე ვადასტურებ კიდე ერთხელ, რომ ხელისუფლება გადასცა დავით გარეჯი კობახიძის ხელმოწერით აზერბაიჯანის მხარეს და ეს საქმე არის გამოსაძიებელი და საჯაროდ არის გამოსატანი. ასე რომ არ ყოფილა ეს ვიღაცის მოგონილი ესე ჩიტირეკიები რო ჩვევიათ, მსგავსი პიროვნება არის ადამიანი პიროვნება, რომელიც მტკიცებს ამ ყველაფერს, მაგრამ ხელისუფლებიდან, ოფიციალური პირებიდან არანაირი პასუხი არ არის ამ მომენტამდე და რაც მთავარია და რაც საინტერესო არის ყველაზე მეტად, არც აი ამ ყველაზე მეტი მტკივნეულ თემას, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში ტრადიციულად გამოიწვია ნებათა ღელვა, არც ერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ჟურნალისტი და ოპოზიციური არხი არ ასვამს ამ კითხვას, იმიტომ რომ ესენი ერთად არიან ამ უბედურებაში გარეულები და ჩვენ ადამიანები, ბლოგერები, აქტივისტები, ჩვენი გაერთიანება და არანაირი, ასე რომ ვთქვათ, პასუხი ჯერჯერობით არ არის ხელისუფლებიდან. აი ამ ორ თემაზე მინდა გესაუბროთ, მაგრამ სამდე დავიწყებდე ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს, მინდა ერთ საკითხს გამოვეხმაურო იმ უბედურებას, რომელიც მოხდა Facebook-ისთვის და არა მარტო Facebook-ისთვის ცნობილი პიროვნება ბექა გოცირიძე გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მისმა გარდაცვალებამ ლაკმუსი გადაასხა ქართულ საზოგადოებას და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დაავადებული საზოგადოება, ავადმყოფი საზოგადოება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ყოველთვის ასეთ დროს ჩნდება ადამიანების რეალური სახე, რომელიც ძალიან ბევრი არიან, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გახრწნილი, გადაგვარებული საზოგადოება, ქართულ საზოგადოებაზე მაქვს მე საუბარი, რომლებიც აქტიურები არიან ტელევიზიაში, სოციალურ ქსელებში, ქვეყნის ცხოვრებაში ჩართულები და ეს არის მე მსოფლიოში არ მეგულება ასეთი უგულო, უსისხლო, უთავმოყვარეო, ყველაფრის ფეხებზე დამკიდებელი და ერთი მეორეზე მტრად გადაკიდებული ხალხი, რომლებიც მზად არიან, რომ ოღონ ადამიანი, რომელიც მათთვის მიუღებელი არის, აზრის გამოხატვის გამო და თავისი პოზიციის გამო, ოღონდ მოკვდეს ფიზიკურად, განადგურდეს და ამით ღებულობენ ბედნიერებას. ბექა გოცირიძე ახალგაზრდა ბიჭი იყო, ფეხბურთელი იყო, ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, გამარჯვების გოლიც აქვს მოტანილი. მერე ავარია შეემთხვა და შეწყვიტა კარიერა. გულანთებული ქართველი ბიჭი იყო.
კარგი მამის და კარგი დედის შვილი. მამა ომის ვეტერანი ყავდა, სამშობლოსთვის თავდადებული კაცი, ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდილი ბიჭი იყო. მე ვიცნობდი მას, მეგობრობდი მასთან, მქონდა ურთიერთობა. აი მაშინ გირჩი შმირჩების 5-6 ივლისის ამბები როდესაც ხდებოდა, იქ გავიცანი მაშინ. მე ორივეს მოგვიწია სამშობლოს დატოვება, ამერიკაში წავიდა, მე აქეთ მომიწია, მქონდა კონტაქტი. მთელი ამ ხნის მანძილზე თბილი მეგობრული. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ვერ გაძლო. ზოგიერთისთვის ის შეერთებული შტატები, ისა ოცნების ისა ოღონდ იქ ჩადგას, მეხიდან მთელი საქართველო არ ახსოვს და ამ ბიჭმა ვერ გაძლო იქ ემიგრაციაში და დაბრუნდა საქართველოში, სოფელში რო გადავსახლდა ემიგრაციაში, მაინც არ წავალო. ახლა გაიყო შემდეგ ჩვენი შეხედულებები, რა ვიცი, მიუხედავად ყველაფრისაო, მაინცო კოცები ჯობიაო ყველასო და არასდროს ჩვენ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია და არასდროს ჩვენ ერთმანეთისთვის რაიმე ცუდი დამოკიდებულება არ გქონია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება არის ეს და ჩემი ოჯახის ცხოვრება არის ეს ამ კოც ბანდამ და ჩემთვის მიუღებელი იყო და კაცი ჩემთან მეგობრობდა და ამ სისტემას უპირისპირდება. ერთი ცუდი არ გვითქვია ერთმანეთში და ერთი ისე რაც ადამიანური ფაქტორი ხო უნდა არსებობდეს და ძველი ურთიერთობას პატივისცე და თქვენ რამ გაგამწარათ ასე ვინ იყო ბექაგოცირიძე ეს იყო რა ქვია გენოციდის მომწყობი იყო ქართველი ერის ჯალათი იყო რამე უბედურებებში ქონდა მონაწილეობა მიღებული ვინმე დახოცილი ყავდა ვინმე ნაწამები ყავდა ვინმეზე რამე ქონდა წართმეული ვინმეს ქონდა რამე მითვისებული სამშობლო ქონდა გაყიდული თუ რა ქონდა რომ ყოფილიყო ისეთი არიან საზოგადოებაში ისეთი ადამიანები მაგალითად ძაღლი მიაკვდეს გიგაბოკერიას საერთოდ არ მექნება განცდა ძაღლი მიაკვდეს მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ მექნება განცდა ძაღლი მიაკვდეს ივანიშვილს თუ გინდა საერთოდ არ მექნება სიბრალურის განცდა იმიტომ რომ ამ ხალხს მართლა იმდენი აქვს დაშავებული ჩემი ქვეყნისთვის ესენი აქ პოლიტიკური გემოვნებაზე არ არის საუბარი ესენი არიან პერსონები რომლებმაც ჩემ ქვეყანას 1000 უბედურება მოუტანეს ეს სხვა რაღაცა არის და როდესაც ადამიანი არის რომელიც თავის აზრს გამოხატავს და თავის პოზიციაზე დგას თუნდაც შენგან განსხვავებულ პოზიციაზე ეს მისი სიკვდილი და მისი გარდაცვალება რატო უნდა გიხაროდეს და რატო უნდა გაბედნიერებდეს რომელიც სამშობლოს მოღალატე ბექაგოცირიძე იყო პირიქით სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა იყო ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და მიუხედავად ყველაფრისაო ნაცების მოbrunებას ამათ გვერდით ვიყო მირჩევნიაო ამბობდა კაცი და ამის გამო მე ადამიანი არ შემძულებია და არ შემიზიზღია და არ დამიკარგია ადამიანი და თქვენ ბიჭო ასე თუ გაგაბედნიერებდათ ერთი რიგითი ქართველის სიკვდილი გეთქვათ მაგრამ აი საქმე ამაში არის იცით ხალხო ეს ჩვენი საავადმყოფი საზოგადოება უკვე შექმნა ეს ბიზნა ივანიშვილის ლომის წვლილი არის რომ მან ჩამოაყალიბა საქართველოში მთელი ამ 14 წლის მანძილზე ოფიციალურად ქართული საზოგადოება ამბანაკად იმბანაკად ერთმანეთს გადაკიდა ხალხი დარია და ერთადერთი გამოსავალი დატოვა თუ ან ამ მხარეს იქნები ან იმ მხარეს იქნები ამით გექნება სარგებელი რაღაცა ცხოვრებისეული და როგორც დათათუთაშხიაში არის თორიების ვირთხებივით დარია ხალხი ერთმანეთთან და ელოდება კაცი ჭამიას გამოყვანას რომელიც იქნება უნივერსალური კაცი ჭამია ქართველი და რომელიც ქართველებზე ინადირებს და ხალხს მასას არ აქვს ამის ტვინი და ამის გონება მერიქით ლოცულობენ ბიზნესზე გადაგვარჩინა ასექნა ესა სამწუხაროდ და საუბედუროდ ასე ემართება საზოგადოებას რომელიც საზოგადოებას ივიწყებს ღმერთს ივიწყებს ადამიანობას ყველაფერს აი ესაა საქართველოში არის ფულის დიქტატურა და თანამდებობის სხვა აქ იცვლებიან სახელი გვარები მაგრამ ცხოვრების წესი არ იცვლება და არ შეიცვლება კიდე და ეს ხალხი მზად არის ყველაფრისთვის ცოცხლად შეგჭამენ
ცოცხლად შეგჭამენ. არაფერი დიდი განსხვავება არა იმ ქოცმადიდებლებში და ნაცმადიდებლებში, ზუსტად ერთი და იგივე ბიონაგავი ხალხი არის ნამდვილად. დარწმუნებული ვარ ჩემი სიკვდილითაც ძალიან ბევრს ექნება ესა რა ქვია ბედნიერება მინიჭებული მთელ საქოცეთში ალბათ და სანაცეთშიც ტაშფანდურს ატეხავენ, მაგრამ ვერ მოგართვით. ცოტა ხანი კიდე კი არა, კაი ხანი მოგიწევთ ჩემი ატანა. ადამიანის მოსვლას და წასვლას უფალი წვეთს. აი ამის თქვა მინდოდა ღმერთო ნათელი დააყენე ამ ბიჭის საფლავს და ის გამწარებულ მშობლებს მიეცი გაძლება და გადატანა იმ უბედურების ერთი პატარა გოგო დარჩა და ღმერთო რა ვიცი ბავშვი უმამოდ დარჩა და სიბერეში მოხუცები უშვილოთ. ეს როგორ უნდა გაგიხარდეს? ტრის ოჯახშიც რო ხდებოდეს ესეთი რაღაცა, როგორ უნდა გაგიხარდეს? ნიკა ცხოვრების წესი ასე მოაწყვეს საქართველოში პოლიტიკა. ასე მოაწყვეს, რომ აი ესეთი ცხოვრების სტილი არის საჭირო. ასეთი ცხოვრების სტილი არის საჭირო. და რელიგიური საკითხი და განათლების საკითხი, როდესაც ასეთი ცხოვრების წესი ეწყობა ქვეყანაში, მორალი საერთოდ იქ არ არსებობს. არ არსებობს. აი თქვენ ამ ფარისევლებს, ქრისტიანებს ეძახით, გინდა ანაფორიანებს, გინდა უანაფოროებს, რომ გამოდიან და რიტუალებს რო ატარებენ? ესაა მათი მრევლი. ესაა მათი მრევლის აქციელი. და ესენი არიან ეგ სასულიერო პირები. ასეთი ამორალური, რო კითხვა ამ ამორალურ საზოგადოებას თავი ყველაზე საუკეთესო გონია. გადავიდეთ იმ ამბებთან დაკავშირებით, რომელ ამბებთან დაკავშირებითაც დავიწყე თავიდან, დავით გარეჯის საკითხი და გებეის ასე რომ ვთქვათ, თესეუსთან შეერთება. მოდი. ჩვენთვის მთავარი და ყველა ნორმალური ქართველისთვის ყველაზე უფრო ხარისხიანი ამ საკითხში ასე რომ ვთქვათ და მნიშვნელოვანი არის დავით გარეჯის საკითხი. იგერა ბატონო ადამიანი, რომლის ინტერვიუც იქნა გამოქვეყნებული დღევანდელ ნომერში ლაზარე ჯორბენაძე არც ერთი ჩემი სიტყვა უკან წაღებას არ ვაპირებ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დიახ, ეს დოკუმენტი მე ვნახე. აგერ არის ცოცხალი ადამიანი, არ არის ეს ბავშვი, მეორედ იძლევა ინტერვიუს და მინიმუმ ამ საკითხს ოფიციალური განცხადება უნდა მოყოლოდა მთელი ამ ხნის მანძილზე ქოცების მხრიდან. მით უმეტეს, როდესაც ამ ხელა ამბავი არის ატეხილი და ასეთი გახმაურება არის, მაგრამ ქოცების ტაქტიკა ასეთია. თვითონ გაჩუმდებიან ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ტელევიზიებსაც არ აინტერესებთ ეგ ყველაფერი და ხალხი კიდე ისეა გათიშული და ისე არის არეულდარეული და ზოგი დაღმა პრობლემას ვერავინ ვერ შეუქმნის და დაავიწყდებათ ეს ყველაფერი და მანამდე გამოუშვებენ თავიანთ ტროლზაოდის ხალხებს, რომლებიც არ ვიცი მე ზოგიერთ მათგანს დეპუტატი ქვია, ზოგიერთი მათგანს ჟურნალისტი ქვია, ზოგიერთ მათგანს გამправებელი ქვია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ კაცმა არ ვიცნობ ნიკა, მე პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს, რა ვიცი, კითხავ ბატონ დიტოს, თუ კი დამთანხმდება, შევეცდები, რომ პირდაპირ ეთერში კარგი აზრია, მადლობა იდეისთვის, ვეცდები თუ კი იქნება თანახმა, რომ პირდაპირ ეთერი გავაკეთოთ. ამირან იყო თვითონ ისაუბრა გუშინ და თქვა მაგ საკითხთან დაკავშირებით, რომ მე არა მარტო მხარს უჭერდი, მაგათ მოყვანაში ლომისწული მქონდა ჩაქცეული და ყველანაირად ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად ევარგათ ამათ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი უბედური ძალა არ დაბრუნებულიყო
ხელისუფლებაშიო, მაგრამ როგორც მოიქცნენ და რანაირადაც მოიქცნენო, ყველასთვის გასაგებია და ეს ამბები ყველაფერი დიტო ჩუბინიძემ და ასავალ-დასავალმა წამოწია ისევ ეს ისტორია, სხვას არ წამოუწევია, არ იმას უქნია, რა ქვია, არ შეუწუხებია თავი და ეხლა კოცობის დაბრალება ადამიანზე, რომელიც თავის დროზე ნაცებს ებრძოდა და ახლა კოცებს ამხელს თავიანთ უმსგავს საქციელში, რა ვიცი. როგორ გითხრათ, არ მიმაჩნია სწორად 2012 წელს მეც გავეშებული ვებრძოდი ნაცებს და ბიზნესაც შევხედრილ ვარ და აქციაზეც გამოსულ ვარ და არ ნიშნავს იმას, რომ მეც კოცი ვიყავი იმათ წინააღმდეგი და ამ კაცის დამსახურება არის ამ ინფორმაციის გაჟღერება და ამ ყველაფრის და საერთოდ ასავალ-დასავალი რა ვიცი, ალბათ არ ჭირდება ჩემი მხრიდან ქებადიდება ამ გაზეთს საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები და აი დღესაც რო ეს საკითხი გაცოცხლებული არის და ქართული საზოგადოების ყურამდე არის მიტანილი, მათი დამსახურება არის და რა ვიცი, რა გითხრა, არ მიმაჩნია ეგეთ დამოკიდებულება სწორად, თორე ნებისმიერ ადამიანს თავისი აზრი აქვს. აი გამოვიდა ადამიანი და ღიად განაცხადა. ახლა საინტერესო არის, ჩემოგარგებო, ამას როგორ პასუხობენ ხოც გამპრავებლები. აი, იცით ალბათ ეს ორი ვაჟბატონი, ორი სირი, გულაშვილი და აი ესა მეორე სოსოია მანჯავიძე, რომელი ორი პიტალოც გადმოჯდებიან იქ Georgian Times-ის ეთერში და გამპრავებლობის მეც არაფერს არ აკეთებენ. ესა რა ქვია 24 საათი დაფინანსება მიიღეს კოცებიდან და მაუწყებლებიც გახდნენ და მაგაში უხდის ბიძინა ამათ ფულს. ბებე ბოგოთეონა გვაჩვენოს ხელმოწერა. ეს არის დაბალი დონის ადამიანის დაბალი პრიმიტიული განცხადება, იმიტომ რომ თქვენ რო გქონდეთ შესაბამისი განათლება, გეცოდინებოდათ ეს არაერთხელ იქნა ახსნილი, ალბათ გაზეთი არ წაგიკითხიათ, თორე რო წაგიკითხათ, მინიმუმ პროცედურებს გაიგებდით, რომ საიდუმლო დაშვების ოთახში შეუძლებელია შეიტანო რაიმე ელექტრონული მოწყობილობა. იქ შედის ადამიანი ყოველგვარი შემოწმების შემდეგ, როდესაც ყოველგვარი აპარატურის გარეშე შევა, შეიყვანს საჭირო ინფორმაციისთვის კოდს და მიიღებს ინფორმაციას და გამოვა გარეთ. ხო. და იქ სკანერს და სკრინს არავინ არ მოგაღებიებს და შენაერ ადამიანს ხელმოწერას რო აჩვენონ, რა სიტყვის იცი, ხელოვნური ინტელექტითაა გაკეთებული. რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომ ესეთი პრიმიტიული ადამიანები, ეს დაბალი დონის ადამიანები, ალბათ ბლომად ახართ, რომლებიც შემდეგ ასე კომენტარებს გაწერთ და ხელმოწერა რა არის, იცით? ხელმოწერა ის არის, რომ იქ დგას აზერბაიჯანელი მესაზღვრე, მათ შორის კოცების დროს დამდგარი, აღდგომის ტაძარი, ჩიჩხიტური, უდაბნოს მონასტერი და ეს არის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. იქ გაიყვანა აზერბაიჯანმა გზა, ალიევის ბრძანებით გამოცხადდა ალბანური კულტურის ძეგლად, ოფიციალურად კოცების დროს. აი ეს არის ოფიციალური ხელმოწერა. ხო. მაგრამ თქვენნაირი ყრუები იძახიან, რომ ბიძინა არაფერს შუაში არა და კოცები არაფერს შუაში არა, გადაუცია თურმე მიშას. ჩვენ რა შუაში ვართ? აი ეს არის ხელმოწერა. და საქართველოში არაერთი ადამიანი დაიჭირეს იმის გამო, რომ ხმას იღებდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის იჩუკაიძე და ისინი მედლები დაკიდეს და მე პირადად 8 წლიანი მუხლით მიჭერდე. მიხვდით ახლა დაბალი დონის კოცებო ხელმოწერის საკითხს, მაგრამ თქვენ ფეხებზე გკიდიათ, დავით გარეჯის ფეხებზე გკიდიათ და მთელი საქართველოს ფეხებზე გკიდიათ. ოღონ ფული გქონდეთ და ბიძინა გყავდეთ ზევით, ვინც გაჭმევს და გასმევს. მანამდე არ დაიჯერეთ. აი გამპრავებლების გადაცემა, გადაცემაშიც გამოსული იყო აგერ ახლა ეს ორი პიტალო, დღეს ჰქონდათ გადაცემა და სოსო მანჯავიძემ და ამათმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ არსებობს თურმე არქივი, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ სტრატეგიული სიმაღლე გადასცა აზერბაიჯანს მიშა იყო თუ გრიშა,
ეს განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამაში გადაიხადა ფულიო, აი ამიტომ ვერ ლაპარაკობს ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება. ეს არის გამправებლების პასუხი. ახსოვს არქივს სააკაშვილის განცხადება სტრატეგიულ სიმაღლესთან დაკავშირებით, ახსოვს არქივს ნინო კალანდაძის განცხადება, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ დავით გარეჯზე იმ ტერიტორიაზე საუბარი არ მიდის, ახსოვს ასევე რურუა ძაღლი მიაგდა სულში, ნაუბედურალი ნახეშტარ ჩათალახს, რომელიც კულტურის მინისტრი იყო, რომ დავით გარეჯის ეს ნაწილი არ არის. ახსოვს არქივს. კი, გვახსოვს ეს. მერე და ისიც გვახსოვს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯერ შეთანხმებული არ არის ეს ყველაფერი და ხელმოწერილი არ არის. შესათანხმებელი არის, ეს არის შეუთანხმებელი მონაკვეთი. არავის არ ჭირდება იმის გახსენება, რომ სააკაშვილი რას ამბობდა და ეს ვიცით, რომ ეს საქმე მათი დაწყებული იყო. სრულიად საქართველოს მიცის ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა მე ვსვამ კითხვას. მე პირადად ვიყავი ემაში რა ქვია. საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ვითხოვდი ოფიციალურად დოკუმენტს ვითხოვდი, რომელ დოკუმენტშიც იქნებოდა მითითებული, ვინ და როდის გადასცა ქართული მხრიდან, ვინც აწარმოებდა მოლაპარაკებებს აზერბაიჯანულ მხარესთან და რომელი რუკების საფუძველზე იქნა გადაცემული დავით გარეჯი, რასაც უარი განმიცხადეს. არაო, არ მომხდარაო ესო. არ მომხდარაო. და ეს საქართველოს ინტერესების შესაბამისად მიმდინარეობს და ეს პროცესი არ დასრულებულაო. ახლა ვსვამ მაშინ კითხვას, თუ კი სააკაშვილს აქვს ეს ღალატი ჩადენილი. ვსვამ კითხვას, რატომ არ აქვს სააკაშვილს წაყენებული სამშობლოს ღალატი ბრალდება დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით. რას ქვია? დღევანდელი ხელისუფლება ამაზე ვერ საუბრობს. სააკაშვილმა ხო ყველაფერი ცუდი გააკეთა. ხო ცუდი იყო სააკაშვილი, თქვენ რატო უწმინდავთ ტრაქს მანჯავიძე გულაშვილის თამადობით? აი მართლა მაინტერესებს, ქოცები რატო უწმინდავთ ტრაქს? აი რატო უწმინდავთ ტრაქს მას მიხეილ სააკაშვილს და რატო აფარებთ ხელს? რატომ გამოუშვით ციხიდან და ბრალდებით დღემდიარზის ილიჩოვა და მელაშვილი? რატომ დგას იქ აზერბაიჯანული ჯარი და არა ქართული ჯარი? გამეცით ამ კითხვებზე, გაგვეცით პასუხი. გავიგეთ ეს, გასაგები არის? ეგ მუხლი თუ არის ამოღებული, სამშობლოს ღალატის მუხლი გადაკვალიფიცირებულია და სხვა რაღაცა აქვს დარქმეული. მაშინ ის მაინც არსებობს, რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ეს ბრალდება მაინც უნდა იქნას წაყენებული. მაშინ ვსვამ კითხვას, კაცო, რატო არიან ისინი გარეთ? რატო არიან ეს ხალხი? რატო აქ პიჯაკების ისა რა ქვია, ქურდობა შეიძლება დააბრალო პრეზიდენტს, ხო, ყოფილს. სამშობლოს ღალატი, რომელმაც აგერ 13 საუკუნოვანი ძეგლი გადასცა. იმას ამაზე არ შეიძლება, ხო, მუხლის დაყენება. რატო არა ეს საკითხი საჯარო? და ვის ახლა ამას რო კითხო ისტორიკოსია ეს მანჯავიძეს. აი ვიცი ახლა ეს სერი მანჯავიძე ნახავს ამ ეთერს და მინდა გადმოგცე ბატონო ესა რა ქვია ესა მანჯავიძე იმის რა ქვია შალვა მაღრაძის შემონათვალე მინდა გადმოგცე რომ თავის დროზე ურთიერთობა ჰქონდათ და რა ვიცი ეგრეთ წოდებული მეგობარიც ყოფილიყარ, მაგრამ მე ეს რა გზითაც წასდი და როგორ წადი და დაისვით ღია დებატებში ეს კაცი დაიჯინეთ მაგ შემოთვლილია ესე რო იცოდეთ და დაუკავშირდით შალვა მაღრაძეს და დაუჯექით მაგ სულ ყველა ვინც ახართ ფიზიკურად და ელაპარაკეთ. აი ეს ხალხი არის ყველაზე ნაგავი, ყველაზე კანალიზაცია ხალხი ქოცებში რო იცოდეთ ხალხო. და ესე იგი თურმე სააკაშვილის ფული აქვს აღებული და ჩადებული აქვს ჯიბეში, დავით გარეჯის გაყიდვაში.
ამისთვის თურმე დღევანდელი ხელისუფლება ხმას ვერ იღებს. და ჩუმად იყავით ხალხო, გაჩუმებული იყავით, როგორ საბოლოოდ გააფორმებს ქოცური ხელისუფლება. დიახ, სააკაშვილმა დაიწყო საქართველოს გაყიდვა. და ამ მოღალატე სააკაშვილს და მის მინისტრებს ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე ხელფას უხდიდა და აფინანსებდა, ესეც ვიცით. მაგრამ თქვენ რატო დააგვირგვინეთ ეს ყველაფერი? რატომ მოიგეთ არჩევნები საქართველოში რუკარო ჩამოიტანეთ და ილიჩოვას და იმის რა ქვია მელაშვილის დაჭერაზე რო გადაამტრიეთ ჯოხი და ისინიც რო გამოუშვით გარეთ. სადაა ეს? სად არის ხო ამტკიცებდით რომ აზერბაიჯანულ მხარეს პრეტენზიები ვერ წარმოუდგენია? მე თვითონ ტოპოგრაფია ძალიან კარგად ვიცი, ჯარში ტოპოგრაფი ვიყავი და შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე ეს რუკები 100,000-იანი, 200,000-იანი, 25,000-იანი რუკის დონეზე. დიახ, ეს ყველაფერი არის საქართველოს მხარეს. ეს არის საქართველოს მხარეს და ეს არის გენშტაბის რუკები, საბჭოთა გენშტაბის რუკები. ცვლილებებიც რო შევიდეს ჩვენ და ასე რომ ვთქვათ საზიანოთ, იმიტომ რომ ვინც ახლა არა ჩახედული ტოპოგრაფიაში ნებისმიერ ადგილზე დედამიწის რელიეფი მოძრაობს და რაღაც მინუტებით იქ შეიძლება ცვლილება იყოს. ასეთ შემთხვევაშიც რუკაზე არის მითითებული რამდენი მეტრით შეიძლება ცვლილება განხორციელდეს. ასეთ შემთხვევაშიც მაინც საქართველოს მხარეს არის ეგ ყველაფერი. არ ჭირდება ამას რაღაცა საბჭოთა კავშირის ესა რა ქვია 38 და 39 წლის რუკა. არსებობდა 1999 წლის ბოლო პერიოდში გამოშვებული საბჭოთა გენშტაბის რუკები, რომელშიც არის თავიდან ბოლომდე მითითებული ყველაფერი. და იქ სადაც არის მღვიმეები ქვემოთ, ის შეიძლება ჩაითვალოს ნეიტრალურ ტერიტორიად. ქვემოთ ოღონდ, ის უკვე ქვემოთ. ნუ ეს ცალკე თემა არის. ეს გამправებლები ხო არიან, ეს გამოუშვეს ახლა ესენი ამათი პირით გველაპარაკება ხელისუფლება და აი მე მინდა კიდე ერთი, რა ვიცი, იცის ალბათ ქართულმა საზოგადოებამ, აი ეს დოდოლა მინდა კიდე ერთი წარმოგიდგინოთ, ეს ქართველი შვილი არის. პარლამენტარია თურმე, პარლამენტარი. ხალხის ძალიდან. და მას ქონდა გვერდზე დადებული ჯერ ბიჭო პარლამენტარი კაცი ხარ. პარლამენტარი კაცი ხარ, კაცმა რო გკითხოს. რაინით ლაპარაკობ? როგორ ელაპარაკები ხალხს? რა ზრდილობის და რა კულტურის ადამიანი ხარ? მოდი აქედან დავიწყოთ. მე მინდა ახლა რაღაც სკრინები გაჩვენოთ. აი ამ ნაგავს მის გვერდზე ქონდა გამოქვეყნებული ეს ჩვენი საგანგებო განცხადება ბატონი ვაჟა უთარაშვილის, თემურ გიორხელიძის, დავით ჭაბუკაშვილის და შალვა მაღრაძის და ჩვენი გაერთიანების ლიდერების გიას კიდე ასევე ბახტაძის, გრიგოლ ბახტაძის განცხადება, როდესაც იქნა გავრცელებული ეს ინფორმაცია. გვერდზე აქვს დადებული და იძახის, რომ ან ესენი კანალიზაციაში ჩაყარეთ და ამათ ჩააგდებიეთ ხმა, ან მე დამიჭირეთ, რომ ესენი როგორ ბედავენ ამ საკითხს. ვინ გგონია შებებეროს სირო თავი მართლა? შევედი ადამიანურად უბრალოდ, შევედი და დაუწერე შესაბამისი პასუხი. გაჩვენეთ ახლა, მე დამბლოკა რა თქმა უნდა ამ უსინდისო კაცმა. აი დამბლოკა შემდეგ. აი რა პოსტი ქონდა, წარდგენი შეიძლება ეს პოსტიც წაშალოს და მე რითქواس რომ ან გამიტეხენ ან deep state-მა იმას. ნახეთ როგორი ენით საუბრობს. აი ეს პოსტი ქონდა გამომცხვარი. რაზეც გავეცი შესაბამისი
პასუხი, რასაც იმსახურებდა მართლა კაცის ჭირო და მართლა კაცის ჭირო ნამდვილად ეს ხალხი როდესაც იბრძოდა და ასავალ-დასავალი როდესაც იბრძოდა 99% კოცები დღეს ვინც ახართ პრემიერ-მინისტრის თამადობით ან მიშას ტრაქში იყავით შემძრვალი ან მიშას აფინანსებდნენ როგორც თქვენი ლიდერი ბატონი ბიძინე და სხვები მილიონერები რო ყავთ პარლამენტში პირველი უკანალში შემძრვალები რო იყვნენ და ყოფილი ნაცები რო არიან და ახლა კოცებში რო გამოდმოპორტინდნენ ან სოროსელების გრანტებით იყვნენ წასული საზღვარგარეთ ემათ რა ქვია ან ზოგიერთი მალაკასოსი იყო ძუძუმწოვარა იყო რომელსაც სულ ფეხებზე ეკიდა რა ხდებოდა ხო დღევანდელი კოცობა და შენ სადვირის უკანალში იყავი კიდე მაგ გასარკვევი ერთი მოვიძიებ ამ ყველაფერს და დააკვირდით როგორი უნამუსო კაცია მე არც ვიცოდი ამას შვილი თუ ყავდა გარდაცვლილი ღმერთმა გაანათლოს თუ შვილი ყავდა გარდაცვლილი და თუ შვიმკვდარი მამა არის გლოვიარე მამა თუ არის და ესე იგივე შენო შვილის გარდაცვალების დღესო კაცის ჭირს მიწოდებ რა დონის არაქართველი ნაგავი ყოფილი ვარ მე თურმე და ეს თურმე რა დონის კრისტალი ადამიანი აი დეპუტატის გაცემული პასუხები დეპუტატის კიდე კაი ამოღებული მაქვს ვიცი ამათი ვერთხული ბუნება და ამოღებული მაქვს მაგათი აი პასუხი როგორ პასუხებს მწერს თურმე შენ კოდლასთან ერთათო თუ ტრაკი გაქვსო შენოას ხო და აქედან მოგმართავ შენ არის როგორი სახით წარმოაჩინე ეგრეთ წოდებულო დეპუტატო ღმერთმა გაგიმართოს ირაკლისმა ეგრეთ წოდებულო დეპუტატო აი ესეთ პასუხს გთავაზობ აი ხო თქვი რომ მაგარი ტრაკიანი კაცი ხარ ერთი შვილმკვდარი მამის ქცევას რამდენად შეესაბამება ან დეპუტატის საქციელს როგორ შეესაბამება ეს შენი საქციელი შენახულია ყველაფერი შენახული და აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები კარგად შეხედავენ ამ ყველაფერს ხო როგორი პროვოკატორი ხარ ბუნებით ეხლა რა შეიძლება დანარჩენს თუ მართლა რამის ტრაკი გაქვს გინდა მაგ შენ მანჯავიძესთან მიდი გინდა პირადად შემოდი ჩემთან და ლაივში დაჯექი აქ და მელაპარაკე დიდო დეპუტატო და პირისპირ ვილაპარაკოთ და ვინ ვის გააჩუმებს თუ გინდა ჩემი კოდლა რასაც იძახი დაუჯექი იქ გინდა შალვა მაღრაძეს დაუჯექი დებატებში გინდა გია ბახტაძეს დაუჯექი დებატებში გინდა ვაჟა უთარაშვილს დაუჯექი დებატებში გინდა დემურ გიორხელიძეს და გინდა დავით ჭაბუკაშვილს და მეტი და დაუჯექი ერთი იქ დებატებში თუ კაცი ხარ შე კაცის ჭირო შემართლა ბინძურიენის პატრონ და ესეთი დეპუტატები რომლებიც კონსტრუქციული ოპოზიცია არიან თურმე სინამდვილეში კოცები ორი გამოდიან ახლა და ახდენენ ამ იმას რომ მთელი პროვოკაციები გადავიდეთ ამაზე და ეს თემა წავიდეს უკვე ეჭვიც აღარ მეპარება არც მანამდე არ მეპარებოდა ეჭვი კოცები ისე გემრიელად მალავდნენ ამ ყველაფერს რომ მათ ჰქონდათ გაფორმებული საბოლოო ჯამში დავით გარეჯის გადაცემა და არ უნდათ ამ ამბის არანაირად გაჩხრება თვითონ რა თქმა უნდა ხმას არ მოიღებენ რა თქმა უნდა ეს ნაც ტელევიზიები ხმას არ მოიღებენ დავით გარეჯი დაკარგული და გაფორმებულია და ჩვენ ასე უნდა ესა რა ქვია ვიჯდეთ ახლა და ვიძახოთ რომ ჩვენ უნდა ვიძახოთ რომ მიშამ გადაცა ტერიტორიები საერთოდ ეს ძალიან დიდი სენი გვაქვს შემოჩვეული ქართველებს საერთოდ ყველაზე დაბალი ინტელექტის ადამიანები და უპასუხისმგებლო ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ყველა აბსოლუტურად თავის წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ რაც ქართველებში გამჯდარი არის სისხლში 1918-21 წლიდან მოყოლებული რაც ტერიტორიები დაიკარგა და მთავარი მოღალატე ნოე ჟორდანია რომელიც ამ ყველაფრის მონაწილე იყო და შემოქმედი იყო ამ ყველაფრის გმირათაა წარმოჩენილი პასუხი არავის არ უგია
არავის არ უგი, ეგ საინგილოზე თქო რომ მაგას იმას ვაბრალებთ, რა ქვია, ორჯონიკის საინგილოს გადაცემის გაფორმება აზერბაიჯანთან ამ ნაგავმა დაიწყო ისე რომ იცოდეთ. კარგად რომ მოყვეთ, არა შებძანდით იქ და ნახეთ. არის საინგილოს როგორ დავკარგეთ საინგილო ისა, რა ქვია, მითითებული ყველაფერი. მერე შევარდნაძემ დაკარგა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ესენი ყველაფერი გააფორმა რუსის ჯარი შემოიყვანა, შევარდნაძის რა ბრალიაო, ზვიადგემსახურდიას ბრალიაო ყველა იცახოდა. სააკაშვილმა დანაკარგს დაუმატა ბონუსად კიდე რაც იყო და დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნის ხეობები, კოდორის ხეობები. და რა მოხდაო, მერეო რუსეთია ოკუპანტი. სხვისი ბრალიაო, ჩვენი ბრალი კი არაო, სხვისი ბრალია. ახლა აგერ დავით გარეჯი გასხვისებული არის, იმათი დაწყებული, ამათი დაგვირგვინებული არის და მიშას ბრალი არის. და საქართველოს რა დააშავა? რა დააშავა, როცა ამდენი ტერიტორია დაიკარგა და ერთ კაცს არ უგია პასუხი. ერთ კაცს არ უგია პასუხი, ამხელა ღალატები მოხდა ქვეყანაში. 1918-21 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე საქართველოსთვის მიყენებულ უბედურებაში კაცი შვილს არ უგია პასუხი. ერთ ადამიანს. ქალბატონო, თქვენ ხართ ესა რა ქვია, პირწავარნილი ქოცი. ხო. პირწავარნილი ქოცი ხართ და შებძანდით იქ და უსმინეთ ქოცების ზღაპარებს. მერე თუ გადასცა იმისთვის არსებობს პროკურატურა და იმისთვის არსებობს, რა ქვია, უშიშროება და გამოძიება, რომ 80 მილიონად თუ გაყიდა დორბლიანმა, აქ შენ ჭორების დონეზე კი არ მელაპარაკო. იქ გამოხვიდე. გამოიტანო მთელი დოკუმენტაცია, დადო, ბრალდება წაუყენო და დაალპო ციხეში. ხო. აღარა დორბლიანი ოფიციალურად ხელისუფლებაში 14 წელია. და არ უნდა ეს ქოც გამპრავებლური ისა რა ქვია, რომ დორბლიანმა გადაცა. მერე სადაა ეგ დოკუმენტები, რომ დორბლიანმა გადაცა? სადა რატო ვერ ამტკიცებთ? რატო იცავთ დორბლიანს და მის იმას კოდლას? არ ვიცი, მე მიშა დაიჭირეს და ის 80 მილიონი მიშას და მიშებს აქვს შეჭმული საქართველო და ვერ გაპარს ეს მიშა და მიშები და დედამისები და ისინი ნახევარი საქართველო იმას ჯიბეში ჩაიდეს და მიეცათ ის 80 მილიონი უკან იმისთვის რა გვია ალიევისთვის და დაებრუნებიათ უკან ის თუ მართლა მაგაზე არის აქ აი ეს არის არავის არ აინტერესებს ძალიან ძნელი გასაგები არის ჩვენ ნორმალური ადამიანებისთვის ეს ყველაფერი, ნორმალური ქართველებისთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია ეს ყველაფერი, რომ დიახ, მათ ეს ყველაფერი ფეხებზე კიდიათ. არ აინტერესებთ, არ ტკივათ, არ ადარდებთ. ამათ ესმის მარტო ძალის. და ეს ძალა, რომელიც თავის დროზე იყო მოკრეფილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხო? ეს ძალა გაფანტეს ხალხო. მოატყუეს ეს ხალხი. მოატყუეს ამაში თავის დროზე საპატრიარქო მოატყუა ეს ხალხი ჯაღმაიძის თამადობით. მოატყუეს ქოცებმა ეს ხალხი, აგერ რუკები ვნახეთ, აგერ ეს ვქენით, აგერ ის ვქენით. მოატყუეს ხალხი და ფეხებზე დაიკიდეს ყველაფერი და აი შედეგი. ახლა ეს ხალხი გაწმილებულია, გაშტერებულია, იყურებს ვის დაუჯეროს აღარ იცის. ხო და აი მიშას გვერდით, წესით და რიგით. იქ უნდა მიაყენო, იქ ბიძინაც. იქ უნდა მიაყენო, ისინი სამშობლოს ღალატისთვის უნდა გამოუტანო ყველას. ისინი ახლა ჟორდანიას რა უნდა მოთხოვო? ისი დამპალი ჯიში და ჯილაგი. აგერ აგდია და საფლავიდან ხო არ ამოთხრის, საფრანგეთის მიწაზე აგდია, მართლა არ იყო საქართველოს მიწაზე დასასაფლავებელი, სულ აძაღლებული ეგ. ყველა მოღალატე, ვინცაა ცოცხალი, მიაყენოთ, უნდა კედელზე წაუკითხოთ, ბრალი, უნდა აღდგეს ქვეყანაში სიკვდილი დასჯა მოღალატეების მიმართ. უნდა წაუკითხოთ ბრალი სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით და უნდა დახვრიტოთ. სხვა შემთხვევაში, რაც გვაქვს ის არ დაგვრჩება. იმიტომ საქართველოს ერთადერთი ქვეყანა არის. ერთადერთი ქვეყანა არის, სადაც მოღალატეები არათუ პასუხს აგებენ. სადაც მოღალატეები უყვართ და სულში იზრედენ.
და იმ მოღალატეების გულისთვის შენ შეგჭამენ. უდანაშაულო ადამიანს, რომელიც არაფერი არ აგიშევებია შენი ქვეყნისთვის. აი ეს ქვეყანა არის. ეს ქვეყანა არის სამშობლოს ღალატი არის ცხოვრების წესი გამხდარი ამათთვის. ხო გაიგონეთ, აი გადაეცით ქართველი შვილს და მის სპიტალოებს გადაეცით რა, იმას მანჯავიძესაც გადაეცით, იმის შეთავაზება და ჩემგანაც აი რაც წამოროშილი დაჯექერთი და მელაპარაკი. ახლა რაც შეეხება აი ამ საკითხს, რომელიც საკითხიც ეს გახდა ცნობილი. ესე იგი, თურმე ამათი გენიალური რეფორმა ტექნიკური უნივერსიტეტის და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გაერთიანებასთან თურმე მომხდარა ისე, რომ უარყვეს ქოცებმა კონსულტაციების შედეგად. ხალო შენ მართლა ჩამოყალიბებული დებილი ხო არ ახარ, ეს თეონა ხარ თუ ვინ ახარ? ქალბატონო დებილო თეონა. მე რითქვიან ქალბატონი არისო და ასე ნუ ელაპარაკებიო, კიდე მიწეს ვიღაცამ რაღაცა დაწერა გაზეთში, ეს არ არის მტკიცებულება ისეს. ქალბატონო დებილო თეონა. როდესაც ქოცები მოეთრიენ ჩიჩხიტურზე, აღდგომის ტაძარზე და იმაზე რა ქვია, უდაბნოს მონასტერზე ასვლა იყო შესაძლებელი. რაც ქოცები არიან მოსული ხელისუფლებაში, იქ აღარ არის ასვლა შესაძლებელი, დგას აზერბაიჯანული ჯარი. ეს არ არის თქვენთვის მტკიცებულება, გაყვანილი არის გზა აზერბაიჯანული მხრიდან. გამოცხადებული არის ალბანური იმის რა ქვია, მემკვიდრეობის ძეგლად. ესეც გაზეთში არის დაწერილი? დიახ, ამ დროს ხელისუფლებაში იყო ქართული ოცნება და ესა ბლუკუნა, ესა რა ქვია, სალომია. თქვენი მოყვანილი. გაიგეთ ახლა, ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ? გაიგეთ? და თუ მიშას გადაცემულია, მაჩვენეთ, აი დებილებმა, კოცებმა, ავადმყოფებმა. არ მაკმაყოფილებს ის, რომ მიშამ გადაცა. თქვენი სიტყვა არ დაიჯერება, თქვენი სიტყვა და ძაღლის პარასკევი ერთი და იგივეა. ამოიღეთ მტკიცებულება, მაჩვენეთ, რომ აღზრულია საქმე დავით გარეჯის გაყიდვასთან დაკავშირებით და გადაცემული არის სააკაშვილის ხელით. და წაყენებული აქვს ამის გამო ბრალდება. ამის გამო ვისაც ქონდა ბრალდება წაყენებული, ისინიც გამოუშვით ციხიდან. გაიგე ახლა? მე იტყვიან ქალბატონიაო და ელაპარაკებო. რასო რატო ელაპარაკები? ჯერ რა ვქნა, თუ შენ ჩამოყალიბებული რეგვენი ხარ. და აქ მე რომ მაყენებდე შეურაცხყოფას, რაღაცას გაგიტარებდი. სამშობლოს ღალატზე არის საუბარი. და საქრისტიანოს და მართლმადიდებლობის ცენტრზეა და საერთოდ ქართველი ერის ერთ-ერთ უნიკალურ ქმნილებაზე და საქრისტიანოს, რომელსაც 6000 გარეჯელი ბერი არის ნაწამი. გამოდი ხარ და სიდებილეს მიმტკიცე. და ნუ ელაპარაკები, არ შეიძლება ქალს ასე არ უნდა ელაპარაკო, მე იტყვია. ხო რა ვქნა ახლა ქალი ხარ თუ კაცი ხარ, დებილი ხარ, რომელიც ხარ და გეუბნები. რომ ეს დებილიზმი პარტიაში ილაპარაკეთ. დაუჯექით იქ და დაიჯინეთ ის რა ქვია, ბიძინა ივანიშვილი და დაიჯინეთ ყობახიძე და დაიჯინეთ ეს დავით ქართველიშვილი და ეს გულაშვილი და დაიჯინეთ ეს და ერთმანეთში ილაპარაკეთ დებილებმა და მოღალატეებმა. დაგვანებეთ თავი ნორმალურ ხართ, არ გჯერა, ნუ გვიმტკიცებთ. მეტაირად ხო მე სხვა ენა მათთან ლაპარაკის არ შეიძლება, უბრალოდ ვერ დაელაპარაკები რა. რა თქმა უნდა, არც ქესი აქვს და არაფერი არ აქვს მოღალატეს და მედით უკარით ტაში ღმერთო დალოცე ბიძინე. ეს დედრები მაგარი ხართ, ეს ქოც დედრები. გამოვიდა ახლა ეთყობა
მიხვდნენ რომ საბოლოო ჯამში ბუნტს გამოიწვევდა ეს დიდ დაპირისპირებას გამოიწვევდა ისეთ საკითხს შეეხენ და მიხვდნენ ეს კოც ბანდა რომ ცოტა მტკივნეული საკითხი იყო და ამიტომ ეს მტკივნეული საკითხი რაღაცნაირად უნდა აღარ გაერთიანდება ჯერ ასეთი რეფორმა სატარდება რომ თვითონ პროფესორ მასწავლებლებს არავინ არაფერს უთანხმებს და ვიღაცა შვენდიანი ლაძირაგი რო ყავთ დასმული მინისტრად ის წვითავს ყველაფერს და მე ხდება პროფესორ მასწავლებლებზე ეს რა ქვია ჯერ ეს ყველაფერი თუ კი ორი უნივერსიტეტი ერთიანდება უნდა იყოს დაყვანილი უნდა იქნას გაგებული პროფესორა რას ამბობს მასწავლებლები რას ამბობენ ლექტორები რას ლაპარაკობენ და თუ არის ეს იდეა მისაღები ამის მერე უნდა დაიწყოს ზევით არა ესენი ზემოთ გადაწყვიტავენ და მე ნახავენ ქვევით თუ დაეთანხმებათ ხალხი აი ესეთ რეფორმას ატარებენ საერთოდ როდესაც შეხედეს რომ ამას მოყვებოდა დიდი ამბავი კი ბატონო თქვენ უნდა გენახათ ეს 50 ლარიანი გამправებელი ტროლები ეს მე მითო გეუბნებით ესა ავადმყოფი საზოგადოება აი ავადმყოფი საზოგადოება ბატონო პრემიერო რომლებიც გუშინ და გუშინ წინ იძახოდნენ ასამბობო კაცო კატამარანი აშენდებაო სადა ის ყვერის კახაძის ბებერია პირისლის კატამარანი აშენდება და ისე ახლა აშენდება კატამარანი არ შენდება ახლა კატამარანი ხონა ეს რო შეიცვალა ეს სიტუაცია ღმერთო დალოცე რა ბრძენია ჩვენი პრემიერი რა უჭკვიანესი გადაწყვეტილება მიიღო აღარა კატამარანი საჭირო საჭიროა ორი ფრეგატი აშენდეს და გააგრძელოს ცურვა წაიღეს უკან მაგრამ თქვენ გონიათ ასე მარტივად დამთავრდება ძაღლის თავი ასე მარტივადაა დამარხული არ არის ასე მარტივად ძაღლის თავი დამარხული აი აქ არის ძაღლის თავი ჩამარხული რადგანაცო თქვენო ტექნიკური უნივერსიტეტიო ხართო და ცალკე ხართო ის ფაკულტეტებიო რაც თქვენთან არისო არაფერში არ გჭირდებათო არაო ის საჭირო ამიტომო რაღაცა გარკვეული შენობებიო დაგრჩებათ თქვენო და აირჩიეთო რომელისო შენობები გინდათ რომ დარჩესო ტექნიკურ უნივერსიტეტსო დანარჩენიო შენობებიო რომლებიცო ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსი არისო ეს ყველაფერი ამას ჩამოერთმევაო და მაგას სახელმწიფო გადაწყვეტსო აი სად ყოფილა ძაღლის თავი ჩამარხული სინამდვილეში ამა ტექნიკური უნივერსიტეტი იქნებოდა ეს თუ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იქნება სულ ფეხებზე ეკიდა ამათ ინტერესი იყო ზუსტად ტექნიკური უნივერსიტეტის ზუსტად ის ქონება რომელ ქონებასაც მოიცავს ეს ტექნიკური უნივერსიტეტი რომელთა გაერთიანების შედეგადაც მოხდებოდა ინვენტარიზაცია მოხდებოდა ამ ყველაფრის ჩამოწერა და მოხდებოდა მერე იქაობის დანგრევა მონგრევა და აგერ ეს კოცის დეპუტატები რო იყვნენ ახლა გუშინ წინ თურმე 10 მილიონს რო ფულს არ უძახიან და 20 მილიონს რამდენი მაქვს კომპანიაში მოგებაო ებრაელებთან და არაბებთან ერთად 65 მილიონერი ყოფილა ახლა გონია იმაში რა ქვია პარლამენტში ადრე 51 იყო და გოუზდეთ ყოჩა ვიცია პალატიც და აი იმ ტერიტორიებზე იყო საქმე მიმდგარი და ნუ ჯანდაბას თქვენი თავიო იყავითო საინჟინრო ისო კაცო გერქვათო ტექნიკური უნივერსიტეტიო და დანარჩენო იმასო მოგაშორებთო და ამ საფარველს მოაშორებენ ახლა იმ ქონებას რაც ქონდათ მთლად ვერ იგდებენ მაგრამ ამ ეტაპზე ესეც კაია გამოტყავებენ ჩამოწერენ იმ შენობებს დაანგრევენ იქ და აშენებენ კორპუსებს აი ეს იქნება ამათი განათლების რეფორმა და ეს იქნება რეფორმირებული განათლების სისტემა არ ვიცი მე ლაშა გაბუნია ის მართლა დიდი ისა რა ქვია აი ის ლაშა გაბუნია გიორგი გაბუნიაზე ნაკლები გაბუნია კი არა ის უნდა ნახოთ გვარი შემარცხმენლები უსინდისო ღორები ბიჭო საჯანდაბიდან მოიქიგენ მართლა ესეთები მაგრამ მე როგორც ვიცი გაბუნია კი არა იზორია უნდა დაასვან იქ თავზე ის გამოცდილი კრისა თავდაცვის სამინისტრო შეჭამა და ჩაიდვა ჯიბეში და კაი გემრიელად გამოძღა
თავის დროზე. ხო და იცის გამოცდილი ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა ალალია ამ ხალხისთვის ბიზნეს და მაშინ აი ეხლა არის რეფორმა უკვე გატარებული კატამარანი აღარაა საჭირო და როგორცაა და რანაირადაა ყველაფერი და გაითამაშეს უკვე დემოკრატობა და რომ თურმე ხალხის მოთხოვნა ესმით ხალხის გაიგონეს ახლა ცხოვრება არადა დაცინვით ამბობდნენ კაც რა თქინდა თუ ეს ტეუა ესო ხო ისაო რა ქვიაო ჰარვარდიო და ესა მიწა უნდა ძმა მართლა მიწა დავაყარე გულზე მაგეს და არ არიან ესეთი ქართულ მიწაზე დამარხვის ღირსი არ არიან ტყვარში უნდა გადავაგდო ეგ და წაიღებს აზერბაიჯანში ყველაფერი მაინც იმგეს მიყიდეს დაასაფლავებენ იქ მერე არ მგონი ახლა ბაქოში შევარდნაძის სახელობის ქუჩა გახსნა კია გეიდა ან სააკაშვილის სახელობის ქუჩა გახსნა მაგრამ სააკაშვილი საერთოდ აზერბაიჯანელებისთვის საერთოდ სოფლიო ფენომენი იყო მაგრამ აი სააკაშვილის ფენომენი კიდე რითი იყო იცი სასწაული ერთადერთი სომეხი იყო რომელიც ასე ძალიან უყვარდათ აზერბაიჯანელებს ამნაირ ანალოგს ვერსად ვერ ნახავდით ვერსად ვერ ნახავთ და სომხები ამბობდნენ ეგ სომეხი არაა აი სააკაშვილის ფენომენი ეს იყო ერთი მეგობარი სომეხი კაცი არის და იმას ვკითხე აქ რომ მე ვთხარი ყველაზე იძახით მე ვთხარი იგი სომეხია მე ვთხარი და სააკაშვილზე რატო არავინ არ ამბობთ მე ვთხარი სომეხია თქვა потому что он пидораст ლახარებს არ უნდა თავისთან ეგ ფენომენია რა აი ჩემო რა გამარჯვება ეს არის ამათ რაც უნდათ ის დატოვეს სახელი თუ შეუნარჩუნეს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს არის გამარჯვება არ არის ძმა ეგ გამარჯვება არ არის გამარჯვება ეგ ისევე როგორც სხვა ბევრი რამე გამარჯვება გვეგონა გინდათ ქართულ მიწებთან დაკავშირებით როდესაც ერთი სისხლი ჩავაქციეთ მაშინ რომ ქართული მიწები არ გაყიდულიყო და კონსტიტუციაში ჩაწერავეს მაშინ ჩავაწერიეთ ჭიჭილაკა პირველი იყო და ის მეორე სირი დინარაძე რომლებიც ბოლშევიკობას გვაბრალებდა რომ მიწა უნდა გაიყიდოსო და ეს და ისო და მე თვითონ ტრაბახობდი რომ ჩვენ ჩავწერეთო ქართული მიწა არ გაიყიდოსო მაგრამ ეგ ჩაწერეს რომ სოფლის მეურნეობის მიწა არ გაიყიდოსო ახლა ჩვენ მართლა გვეგონა რომ უცებ ახლა რა ასე გავიტანეთ ჩვენ და სინამდვილეში ესეც ტყუილი იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის მიწას მე უცვლიან სტატუსს ხდიან საკარმი და მომიწის ნაკვეთს, სხვა სტატუსს აძლევენ და ჩვეულებრივად ყიდიან არაბებზე და სხვა უჯიშოებზე. არ არის ეს არც ეს არ არის გამარჯვება, ყველა ნუ რავინ მონათლავს ამას გამარჯვებად. ხო, შენ შემოგევლე ახლა გასაკვირია, ახლა სააკიანი იმნაირია საკუთარ დედას არ უნდა და ახლა სომხებს არ უნდა და გასაკვირია. მარტო იმათ უნდათ მისი პარტიის დაქნეულ ხალხს. მოკლედ ჩემო კარგებო, აი ამის თქვა მინდოდა და აი მშვიდობებით ახლა სინამდვილეში ეს ასე ხდება და კიდევ ერთხელ ვამბობ. ჩვენ ვართ დღევანდელი ქართველობა. აი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რასაც ვავლენთ და როგორი დამოკიდებული ის კოცებსაც რო კითხო ისინი ხო ქართველები არიან? ეხლა რო გამოდიან და იმას რო ნაცებს რო ახოცავენ ხელს. აი ესეთები ვართ დღევანდელი ქართველობა. დავით გარეჯთან დაკავშირებით ჩუმად ვართ, ვიღაცებს ვაბრალებთ, ყველა ვიცით რომ ამ ბრალებაში ეგერ დავით გარეჯი წაიღეს. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც მე-12 საუკუნეში გელათის აკადემია ავაშენეთ და გელათი ავაშენეთ. იუნესკოში დაცული სოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლი და 21 საუკუნეში ვერ გადავხურეთ ისე რომ წყალი არ ჩასულიყო და ფრესკები არ განადგურებულიყო. აი ამ დონეზე ვარ დაცემული როგორც ერი. და დღეს რო ეტყვი რომ ერზე ამას თუ ამბობ. არა ეს არის უკვე ყოფილი ერი. თორე ეს რო დღეს ერი იყოს, დღეს რო ჩვენ ქართველ ერს ერი ერქვას. ასეთი რაღაცები არ უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში. მსგავსი წამოროშვები როგორც კი იქნებოდა
ხალხის და ერიშიში უნდა გქონდეთ. არა აქვთ ერიშიში. იმიტომ რომ ამათთვის ერი არ არსებობს, ამათმა ერი დაყვეს ელექტორატებად. ამორჩევლებად. ამორჩეველს არ შეეხო. თავარია იმას, ქოც ამორჩეველს არ შეეხო. ნაც ამორჩეველს, სხვის ამორჩეველს, ან იმას ვინც არ დადის არ შეეხო, იმას აგინე ლანძღერამდენიც კი. ის არაა პრობლემა. ყველა თემა რეალური არის ჯიგარო და ყველა თემა არის აბსოლუტურად რაზეც ქართული საზოგადოება წუხდა უდითგან. მაგრამ ამას ვერანაირად ვერ ახერხებდა აბსოლუტურად ყველა თემა იყო მართალი. აი დაცინვით რო იძახნა ქართველობას გვართმევენ. წარსული არა აქვს გონდა საქართველოს ქართველობა. რა დარჩა დღეს? ესა ნაქართველ არის საქართველო. ცნობიერება ნოლზია დასული ხალხის. არაფერი ამათ არ ტკივად, არაფერი ამათ არ ადარდება. ყველაფერი ფულში კონვერტირდება. ეგ არის. რომელერცი არ ახდა. ახდება. იმიტომ ინტუიცია, ერის ინტუიცია ესეთი რაღაცა არის. ის არ მოგატყუებს. არ მოგატყუებს ის. ისე როგორც შეხედავდი სააგაშვილს, რაც ძალიან უნდა ბლოკნობდა იმაში რომ ეროვნულს და ქართულს ვერაფერს დაინახავდი. რომ ვერ იგრძნობდი ქართველი, გულთან რო არ მოდიოდა. შეხედავდი ბიძინას. შეხედავდი ამ მაჩვს ამას და არაფერი მისი ლაპარაკი, არაფერი არ ჯდება ქართველი კაცის გულთან მისატანი. არც საუბარი, არც მანერა, არც ანეკდოტი, არაფერი საერთოდ. მე როგორ შეიძლება ქართული საქმე გააკეთოს? არ ვიცი შემოძმა მას ახუმრობ თუ მართლა ამბობ, მაგრამ იმ ბერი ნიკოლოზთან საერთოდ რა უნდათ მე ამ ხალხს ვერ გავიგე. რას ერჩიან? კაცი ხმას არ იღებს, ყუდრო დუმარებაშია მისთვისაა და მანქანები იმას არ აქვს, ქონება იმას არ აქვს, ბიზნესი იმას არ აქვს და დუმარებაში მყოფი ადამიანი არის და თუ რამეს მიუტანენ, გასცემს პირიქით და ურიგებს ხალხს. და სასაცილოდ აყავთ აგდებული რამენაირად იმასთან. მე არ ვიცი სიმართლე გითხრა ახლა მაგას მეგეუნებით ფაქტს. აბა მე თეთ ჯაღმაიზესთან ამას თუ მოგცემთ. გაჭირვებული, გაძვალტყავებული ადამიანი მიადგეს საპატრიარქოს თუ რამეს მიცემს. მიადგეთ რომელიმე ყანდურს მილიონები რო აქვთ. უჭირს ქრივობოლია, გაჭირვებული. ან ამაზე მიდგება და ქართველები ვართ, პატარა ერი ვართ, ეს როგორ შეიძლება ვიღაცა მოღალატე და ჩათლახი თუ მოკვდება, სიკვდილის მერე შევარდანზეც არ შეიძლება რამე რო თქვა. არ შეიძლება შევარდანზეც რამე რო თქვა, არია გზამართალსა. აი ესეთი. და კოცირიძისნაირი უბრალო რიგითი ქართველი, რომელიც თვალში არ მოდიოდათ, გაციებული არაა, საერთოდ მისვალებული და ამდენ სიბინძურეს ამბობენ კაც, რომელსაც არაფერი ზიანი არ მოუტანია მის ქვეყნისთვის. სამწუხაროდ ამ დღეში ვართ. კარგით, დაგემშვიდობებით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.